და არევაძის საავტორო გადაცემის. უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ვხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო და უახლოეს დღეებს მინდა შევეხო დღეს რა ხორციელდებოდა და რა ხდებოდა სასამართლოში ამ კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ არაერთი განაჩენი დადგა და არაერთი განაჩენის ფარგლებში ათობით ადამიანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. ზოგს 2 წლით, ზოგს 2 წელიწად ნახევრით და ასევე იყო ანტონ ჩეჩინის შემთხვევა, როდესაც ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, სადაც ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამაზე ჩვენ გვქონდა გადაცემაში მიმოხილვა გაკეთებული მის ადვოკატთან ერთად და იმ მტკიცებულებებზე საუბარი, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს. მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამის პარალელურად ქართული ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტში მოხდა წულუკიანის დასკვნის გამოქვეყნება, სადაც ის ფაქტობრივად სამშობლოს ადანაშაულებს რუსეთის სასარგებლო რიტორიკაში და სასარგებლო მოქმედებებში, რამაც გამოიწვია პროტესტი და ამ პროტესტის ფარგლებში 23 აქტივისტი იქნა სრულიად უსაფუძვლოდ დაკავებული, რომელთა სასამართლო პროცესები გუშინ და დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მათ შორის ერთს რომელიც დასრულდა, შეეფარდა გოგონას, შეეფარდა ესე იგი 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. ანუ გრძელდება ის რუსული მეთოდებით ბრძოლა საქართველოს მოქალაქეების მოსახლეობის წინააღმდეგ, თუმცა ეს პროტესტს უფრო მეტად აძლიერებს და ამყარებს, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მიდის გამარჯვებისკენ. ასევე დღეს მოხდა ეგრეთ წოდებული შეწყალება და 2 პოლიტიკური ლიდერი იქნა განთავისუფლებული, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იქნა განთავისუფლებული პატიმრობიდან. ამას თავის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეფასებები აქვს, თუმცა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ შევეცდებით რომ ვისაუბროთ პოზიტიურზე, იმიტომ რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი ყავს კიდევ ერთი რეჟიმის ტყვე, რომელიც განთავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან და ეს არის ნიკა გამარჯობა. ნიკა, შენ სხვათა შორის ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე ასე ვთქვათ, იქენი განთავისუფლებული და დახსნილი ამ უკანონო ტყვეობიდან. ძალიან მიხარია, რომ არ ვინერვიულო იმაზე ნაწილობრივ, რომ რაღაც საჩუქარზე ვერ მოვასწარე. საჩუქარი გაკეთებული გაქვს კი. კი ბატონო, მიღებულია. მივესალმებ მაყურებელს, რა თქმა უნდა, შენთან ერთად და დიდი პატივია ჩემთვის ვესაუბრო იმ ადამიანს, რომლისადმიც კეთილგანწყობილი ვარ, პატივისცემით და სიყვარულით სავსე და ძალიან მომწონს ზოგადად ღირსეულ ადამიანებთან კომუნიკაცია ნებისმიერ ფორმატში და მიიღე ჩემგან დამსახურებული კომპლიმენტი. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ხარ, ჩემთან ერთად ხარ, ხალხთან ერთად ხარ, ჩვენ ერთად მოვდიოდით ახლა ფორმულადან და ძლივს მოვაღწიეთ, იმდენი ადამიანი გაჩერებდა და იმდენი ადამიანი, ასე ვთქვათ, სითბოს და სიყვარულს გამოხატავდა შენს მიმართ. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამას წინ უძღოდა 9 თვიანი უკანონო ტყვეობა და მოლოდინი ძალიან მძიმე განაჩენის, რომელიც ითვალისწინებდა 8-დან 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას. შენ გამოსვლებში და შენს მომართვებში ყოველთვის გეტყობოდა და იცოდი, ანუ ხნედიყავი და იცოდი, რომ ეს განაჩენი ანუ ამდენი წლის განმავლობაში ციხეში არ მოგიწევდა ყოფნა, თუმცა პარალელურად პროცესი მიდიოდა და არავინ არ იცოდა როგორ დასრულდებოდა. როგორ შეაფასებ შენს უკანონო ტყვეობას 9 თვის განმავლობაში? ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში სხვა რეჟიმის სხვა ტყვეზე რომ კითხო და დამისვა კითხვა ამავე ფორმულირებით, ნებისმიერი სინდისის პატიმრის ტყვეობას ვაფასებ როგორც სიმახინჯეს, ვაფასებ როგორც ბოროტებას, ვაფასებ როგორც საზარელ მოვლენას, რომელიც აი სადღაც დაიწერა და ეს სადღაც ვიცით, სადაც არის და მე ასეთი პასაჟი მქონდა ხოლმე, რომ ვამბობდი აი მონების მბრძანებელმა, შემდეგ არ ვიცი რამდენი ასლი გააკეთა ამ ყველაფრის, მე რომელიღაც ჩატში ჩაუგდო თუ არ ვიცი გაუგზავნა ფოსტით თუ როგორ და რა თქმა უნდა მე მხოლოდ ბიჭებს არ გულისხმობ და სულ აკონკრეტებ, რომ ყავს ასევე 2 არაჩვეულებრივი სამაგალითო ქალი, მზია ამაღლობელი ნინო დათაშვილი და მათ შორის არ ვივიწყებ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა რაოდენობით, ანუ გულისხმობ წინასწარი დაკავების იზოლატორში რომ მაჩერებენ ადმინისტრაციული მუხლით, მათაც არ ვტოვებ უყურადღებოთ, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის ასეთი, რომ ნებისმიერი პატიმრობა, რომელიც
შეიძლება არ იყოს ასახული ბევრ დღეში, ბევრ თვეში და ბევრ კვირაში, ერთი წამიც კი უკანონოდ გატარებული საპატიმროში არის სიმახინჯე. აი ის საბჭოური სიმახინჯე, რომელზეც შედარებით უფროსმა ადამიანებმა ვიცით ისტორიიდან ძალიან ბევრს მე თავად 82 წლიანი ვარ და აი როცა მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც ვიხსენებთ თუ რა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, აი ზუსტად იმ ღამეს, როდესაც საზარელი დარბევა მოხდა რუსთაველის გამზირზე, რაც არქივში შემონახული აქვს, ჩვენ ცოტა ხნით გავასწარით იმ საზარელ მოვლენებს, რომელიც სატელევიზიო ეთერში ახალს ტრიალებს და როცა ვიხსენებ ამ წარსულს, აი თითქოს პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, აი მახსოვს ის ხანდახან ძალიან უჩვეულო და საზარელი ხმაური, ხანდახან მახსოვს უჩვეულო და საზარელი სიჩუმი, ანუ იქ კარგი მოვლენები არ იყო და ამ მოვლენების უკან რომ იდგა რუსეთი, რომელიც დღეს სოფლიოსთვის არის ოკუპანტი ქვეყანა და რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, არსად არ წასულა. არა მხოლოდ მეხსიერების ნაწილში, არამედ ვიცით, რომ ეს არ უნდა დაბრუნდეს და ზუსტად ამიტომ აი რაღაცნაირად მცდელობები რომ აქვს ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მართველ გუნდს, რომელმაც თითქოს მოირგო სავარძელი მაგიდა და სამუშაო სივრცე, აი ამ პირობებში, როცა იცის სიმართლეს, რას უპირისპირებენ, ანუ მახინჯ სისტემას ისევ და საბჭოური მეთოდებით, რა თქმა უნდა, კარგი შეფასება ვერ მექნება. ასევე ბოლო რიგში ვიტყვი საკუთარ თავზე, რომ ჩემი кейსით ზუსტად ისეთივე სიმახინჯე იყო და აი ამ რეჟიმის სიმახინჯე, როგორც არის დანარჩენ შემთხვევაში რეჟიმის ნებისმიერ ტყვესთან დაკავშირებით. ანუ შეფასება მაქვს ერთი. ჩემზე ვისაუბრებ ახლა თუ სხვაზე, თუ კი ჩემი შეფასება ვამბობ, რომ კი ეს არის სიმახინჯე, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. თან ეს იყო ფაქტობრივად უდანაშაულო ათობით ადამიანის ციხეში გამოკვეტვა, რომელიც თვეების შემდგომ ქართული ოცნების პრემიერმა თავად აღიარა, რომ პრევენციულად მოვახდინეთ ხალხის დაკავებებიო და ფაქტობრივად შენ სიტყვაში ძალიან კარგად ამბობდი ბოლო სიტყვაში, რომ აი ადამიანის ბედით თამაშობენ და ეს არის ბოლოტის სპექტაკლი. და აი შენ მინდა გკითხო, შენს კონკრეტულ შემთხვევაში, რატო იყავი ნიკა უდანაშაულო? მე რა თქმა უნდა ერთი წამით ეჭვია შენ პარვია შენი დაკავების წუთიდან ვიცოდი, რატომ იყავი შერჩეული და აღმოჩნდი რეჟიმის სამიზნე და რისთვის იყავი დაკავებული, თუმცა მე მინდა რომ ჩვენმა მსმენელმაც გაიგოს, რატომ იყავი შენ უდანაშაულო. გაიგოს და საინტერესო არის ის, რომ როდესაც ვსაუბრობთ რაღაც ამბავზე, რომელიც უკვე ინსტიტუციებს არის დაქვემდებარებული, უკვე აი როგორ თქვა, რაღაც პირად პასუხისმგებლობაზე ხო დგას გარკვეული გადაწყვეტილებები და მე მუდმივად ვამბობ, რომ ინსტიტუცია არ არის რაღაც დაწესებულება, ისე ვთქვა, სიტყვის მასალად, მაგალითად მაღაზია, ანუ თავისით ხომ ვერ იფუნქციონირებს, ანუ ჭირდება მენეჯერი, ჭირდება კონსულტანტი, ჭირდება დამლაგებელი, ჭირდება ალბათ რაღაც ტექნიკოსი, რომელიც იქ ტექნიკურ დეტალებს მოაგვარებს, ანუ ადამიანები ქმნიან იმ მექანიზმს, რომელიც ამ შემთხვევაში რეჟიმის პირობებში არის ინსტრუმენტიზებული, მაგრამ ინსტრუმენტიზებამდე ვიდრე მივალთ, იქ პერსონები დადიან, მუშაობენ, ასრულებენ ჭალებში სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, კი ბატონო, და როდესაც იწყებ ფიქრს იმაზე, თუ ვინ აფუჭებს ამ ყველაფერს, აფუჭებს რა თქმა უნდა ყველა ის ადამიანი, რომელიც იღებს დავალებას, ეცნობა შინაარსს და შემდეგ იწყებს რაღაცის კეთებას. ანუ იქ წარმართავენ პროცესებს, სოლიდური სახეების ხედან და მხოლოდ და მხოლოდ აი პროპაგანდის მსხვერპლი ვინც არის, მათზე აქვს თქვა რომ რაღაც დააჯერონ. ის რომ რაღაცის დაჯერებას ცდილობდნენ და ჩემს შემთხვევაში ეს რაღაც აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, უკვე იმ პირველი კონტურებისთანავე, რომელიც გამოიკვეთა, ჩანდა რომ ეს იყო ტყუილი. ანუ ამ ტყუილს როცა ვამბობ, მე კი არ მაწყობს, უკვე ჩანდა და ამას არ ჭირდებოდა პროფესიული თვალი და მაგალითად რომ შევეხოთ ჩვენს პროფესიულ საქმიანობას პოლიტიკის კიდევ მიღმა ვამბობ, აი ის რომ ადამიანი ერკვევა იურისპრუდენციაში ეს მისი სამუშაო და რაღაც კომფორტის ზონა, იცის სამართალი, იცის სამართლის ზენა, იცის რას ნიშნავს გამართული მართლმსაჯულება, ეს ადამიანები ალბათ პირველ სამ წამში მიხვდებოდით თუ რასთან იყო ამბავი, მაგრამ ჩემნაირი ადამიანისთვის, ვინც არის დილეტანტი, ვინც არ იცის სეპირათეს მუხლები, არ იცის კანონმდებლობა, იქ სისხლის სამართლის კოდექსია, აქეთ საპროცესო კოდექსია და ეს სიტყვები მე გავიგე მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკანონოდ ყვევა. ხო, შენ კანონთან კონფლიქტი არ ქონია არასდროს და შესაბამისად საჭიროებაც არ მქონდა. და გამოჩნდა უკვე მაშინ, როცა
ანუ იჭერ ადამიანს ნარკოტიკული რაღაც დანაშაულის ბრალდებით და კითხვებს უსვამ აქციაზე, რამდენად ხშირად დადიოდი თუ არ დადიოდი, როგორც თავად ამბობდნენ და იმეორებდნენ შეკითხვებს. ან იმ ქათმებთან მეც ვიდექი თუ არა და მეც ისეთივე ქათამები ვიყავი. აი დაახლოებით ასეთი კითხვები იყო და ძალიან უცნაურია ის, რომ ამ ტერმინებით ჩვეულებრივად უარესითაც უბრალოდ არ მინდა რომ ბოლომდე წავბილწოთ ახლა ეთერი. სულ იმეორებ, ანუ აქცია იყო ტოპ თემა. და ხო წარმოიდგინე, იქ არ ისმის არაფერი ნარკოტიკზე, მხოლოდ ერთი ფრაზა იყო, რომ რაღაც ფაქტი სად არის და ამაზე მოვკვდი სიცილით და ვთქვი, რომ აშკარად გეშლებით და ოღონდ ეს ამბავი არის ის, რომ ზოგადად ვამბობ, აი ადამიანი, რომელსაც ასეთ ფრაზას ეტყვი, თუ ის პოტენციურად მაინც შეიძლება ჩათვალო რომ არის დამნაშავე, ანუ რაღაც შეეტყობა ხო მოქმედებაზე, ტემბრზე, მის საქციელზე, იმ ფრაზებზე, რომელთაც შეიძლება მოგმართოს, მე მარტივად დამშვიდი, უთხარი რომ აშკარად ვიღაცაში გეშლებით და უცებ აი ეს აგრესია რო წამოვიდა და რო დაიწყეს უკვე ფიზიკურად შემეხნენ, ანუ მომაგლიჯეს ეს ბალაკლავა, სათვალე, აირწინაღი, რომელიც სხვათა შორის იყო ვადაგასული, ეს იყო ანუ ამ შემთხვევაში რომ ეს უნდა გაეკროთ. მე ხო არ ვიცი რატომ უნდა გააკრონ, მაგრამ აი რატომ ვარ მართალი? პასუხი არის მარტივი. მართალი ვარ, არ დამიშავებია და სამართალდამცველი იმისთვის კი არ არის, რომ რაღაც დააბრალოს ადამიანს და ცილი დასწამოს, არამედ იმისთვის არის, რომ რაღაც მოქმედებები მოაქციოს კანონის ჩარჩოში. ანუ წესით კომპეტენტურმა ადამიანმა სამართალდამცველმა იცის, თუ რა ზღვარი არ უნდა დაარღვიოს და ჩემთან ხო ეს ზღვარი უკვე დაირღვა. ანუ შენ მოხვედი წინასწარი გეგმით, რომელსაც უკვე გრძნობ რო არის გეგმა, რომ რაღაც უნდა დამაბრალო და ცუდი რაღაც უნდა გამიკეთო. ოღონდ მე არ ვიცი რომ წინასწარ პოლიციას ნიკა, მე ნინოსთან რომ მქონდა შენს ადვოკატთან საუბარი, მისგან გავიგე რომ შენ ფაქტობრივად იმის შესახებ რომ დაკავებული იყავი და რის გამო იყავი დაკავებული, გაიგე ადვოკატის იზოლატორში შემოსვლის შემდგომ. არ მომხდარა შენთვის განმარტება, ან რასაკეთებდნენ, ან გაკავებდნენ თუ არა, აი შეგიძლია აგვიღწერო, აი შენთან. და ეს კითხვა მომეწონა სხვათა შორის კარგი კითხვა, რატომ ხარ მართალი და უმარტივესი პასუხია. არაფერი დამიშავებია და იმიტომ და ის რომ არ დამიშავებია, ეს მე კი არ უნდა ვამტკიცო, უნდა ამტკიცოს და თან რაღაც ხო გაართულეს ეს კანონმდებლობა თუ რაღაც ცვლილებები შეიტანეს და ახალი რეგულაციითაც ასე, ანუ ვინც სილს გწამებს, ასეთ იმან უნდა ამტკიცოს მე რაღაც, ანუ ეს მტკიცების ტვირთი თუ წილი თუ როგორც არის, ანუ ეს ხო ჩემზე არ არის და აი როგორ გითხრა, ერთ-ერთ პროცესზე და მაშინ იყავი ესწრებოდი იმ დარბაზში იმ პროცესს, რომელსაც ახლა ვიხსენებ, მე მქონდა ასეთი კითხვა, რომ მე რომ ახლა დაგაბრალოთ, რომ თქვენ ბრძანდებით მკვლელი მიმართე იმ ადამიანს, რომელიც წესით მოსამართლე უნდა იყოს, მაგრამ უფრო დავალების შემსრულებელია. იქიდან რაღაცა ის უცნაური მიმიკა იყო და ან დაგაბრალე და მორჩა, ანუ მტკიცებულება არ გჭირდება, ან დაუშვათ საიდან მოვიდა ეს ვარაუდი, ან საიდან მოვიდა ეს გონივრული ეჭვი, ანუ მე რაღაც უნდა გამაჩნდეს. რასაც დოკუმენტებს ეძახი და მტკიცებულებათა ერთობლიობა საჭირო და კი ბატონო და ეს მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მაშინ როდესაც გადაეჩეხებით რაიმე ფორმით, აი ასეთ უსამართლობას, ასეთ უკანონობას არა უშავს, ანუ მე ეს არ შემეხება, არა, მეც არ მეხებოდა ის, რაც უბრალოდ შემახეს კი არა, ანუ მაყურყუტეს 9 თვე. და ამ პატარ-პატარა ასე ვთქვათ ნაბიჯებში, აი ყოველ მომდევნო ნაბიჯში იყო ისევ კანონდარღვევა. მაგალითად არ წარმოიდგინეს საკუთარი თავი, არ მითხრეს საკუთარი სახელი და გვარი, არ მითხრეს, ანუ არანაირი შინაარსი ჩემთვის არ მოუწოდებიათ, ანუ რატო ვიმყოფებოდი იმ მდგომარეობაში და თან ამ ყველაფერს ეს ადამიანები არ იღებენ, ანუ ხედავ რომ არ არის ჩართული კამერა, მობილურები დარბიან, იქ ვიცი რომ რაღაცა ის მობილურები თან ქონდათ, ხო, იმიტომ რომ მე აცხადებდნენ რომ არ ქონდათ ამ ჩვენებებშიც გამოკითხვის დროს ისინი ამბობდნენ რომ მიიღეს დაუშვათ ესაუბრნენ მათ უფროს და როგორ ესაუბრებოდნენ ტელეპათიურად ვერ მოხდებოდა ეს რა თქმა უნდა და ამიტომ იქ იყო მე WhatsApp-ით რაღაც კონტექსტები იყო ასეთი რომ რაღაც პლატფორმები კონკრეტდებოდა რითი დაუშვათ ქონდათ დამყარებული ეს კომუნიკაცია რაზე დაყრდნობით ანუ რომელი პლატფორმის კონკრეტულად და როდესაც თან მიმდევრულად რაღაც პროცესი ვითარდებოდა სულ ველოდებოდი რომ რომელიმე ერთი იტყოდა ერთადერთი რაც არ მოვინდომე მე თვითონ და ეს ჩემი მინუსია მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ როცა არ ხარ კანონთან კონფლიქტში როცა შენ არასდროს ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არ გქონია ცოტა სხვანაირად მოქმედა ანუ თავისუფალი ადამიანები და უდანაშაულო ადამიანები ცოტა სხვა მოცემულობაში ვართ და სხვანაირად გვიწევს საუბარი და ეს სიხისტეც სითამამეც სიმტკიცეც და უკომპრომისობაც აქედან ჩნდება და არ მიკითხავს ოღონდ აი იქნებ მითხრათ სახელი და გვარი არც იყო რაღაც მხრივ ამის დრო იმიტომ რომ იქ მე ვილობდი დედაზე რომელთანაც აპირებდნენ შევარდნას იმიტომ რომ იცოდნენ რომ იყო მარტო და ამ შესაძლებლობის გამოყენება უნდათ და ამ შემთხვევაში ნამდვილად დამიცვა სამყარომ იმიტომ რომ ჩაუწყდათ ის გასაღები და ამ შემთხვევაშიც უკვე მოგვიანებით როცა
სასამართლოში ვსვამდი კითხვას, რომ თუ კი ეს ოპერატიული რაღაც დავალება იყო, თქვენ გქონდათ დრო მობილიზებისთვის, თქვენ გქონდათ დრო იმისთვის, რომ გაგეთვალათ რისკები, ანუ არავის არ დაურეკავს 112-ში, რომ დავსუკითხო რატო არ დარეკეთ 112-ში, დაუშვათ იქ ხომ მოდის შესაბამისი სამსახური. პასუხი იყო მხოლოდ სიჩუმე. და სიჩუმე ხომ ვიცით რა დროს დგება ხოლმე სამართალდამცველებისგან, როცა უბრალოდ სათქმელი არ აქვთ და აი როგორ ვთქვა, როგორი პროპაგანდაც არ უნდა ამუშავოს ბოროტმა რეჟიმმა. მე ვამბობ, რომ სიმართლე იმდენად ხმამაღალია და იმდენად ყვირის, რომ უბრალოდ უძლურები არიან და რთულია. მე იქ ის ექსპერტიზები, რომელიც მაგალითად ჩემმა უფლებადამცველმა ნინო ლომინაძე მოითხოვა, რომ დანიშნული იყო თმაზე, იყო თუ სხვადასხვა სახის დაქტილოსკოპიური თუ ასე შემდეგ. ანუ ამაზე მრავალგზის, ერთხელ არა, მრავალგზის მივიღეთ უარი, ანუ ამ ადამიანებს არ უნდა. როგორც წესი ბრალდებული ამბობს ხოლმე უარს, რომ იქ შეიძლება მისაწინააღმდეგო რამე ამოვიდეს და თქვენ თვეების განმავლობაში ითხოვდით, რომ ექსპერტიზები ჩატარებული იყო და ბოლოს როგორც გამოძიებაც და მე ასეთი კითხვა მქონდა ხოლმე და ვუმეორებდი სამართალდამცველებს, რომ რამდენი შემთხვევა შეგიძლიათ გაიხსენოთ, როცა ზუსტად იცოდით, რომ ადამიანი იყო კონკრეტულ დანაშაულში, ანუ ეჭვმიტანილი და თქვენ ის არ გადაიყვანეთ ექსპერტიზაზე და ახლა რა სივრცეშიც ვიმყოფებით, ამ სივრციდან შეგვიძლია გავიხსენოთ ბევრი სახელი და გვარი, როცა არავინ არავის არაფერი არ კითხა და პირდაპირ ხელი მოკიდეს და წაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და ეს ხომ ახლა აშკარაა, რომ ვიღაცას აი ეს ნაცარში თვალში ნაცარს აყრის და ჩემი აი ეს არ დასმული შეკითხვა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იყვნენ, რას წარმოადგენდნენ, რატომ იქცეოდნენ ასე აგრესიულად, რატომ დამცინოდნენ, რატომ მამცირებდნენ, რატომ ბილს იტყვაობდნენ, არ იყო გამოწვეული იმით, რომ ეს უბრალოდ გამორჩა. იქ ბევრი ფაქტორი იყო, დედაზე ფიქრმა აბსოლუტურად გამიტაცა, იმიტომ რომ ასაკშია და არის იმაზე, ანუ ის პერსონა, რომელზეც მინდა მომდევნო კითხვა დავსვა, იმიტომ რომ დედაზე მე დაუსწრებლად ვიცნობდი მარინას, იმიტომ რომ შენ გახსოვს ქუთაისიდან როდესაც მოვდიოდით, მთელი გზა შენ საუბრობდი და ძირითადი საუბრის თემა იყო დედა შენის აი ეს ღვთისნიერება, კეთილსინდისიერება, ანუ აი ეს ყველაფერი დადებითი თვისება და დიდი სიყვარულით მოიხსენიებდი მას. მე დაუსწრებლადაც არ ვიცნობდი შენს ძმას, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა და რომელიც ეხაც აქ გელოდება სხვათა შორის. და დედა როდესაც გავიცანი, მეგონა რომ ვიცნობდი ისედაც, იმიტომ რომ ზუსტად ის ადამიანი აღმოჩნდა, ის ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანი, რომელსაც შენ აღმიწერდი. და მქონდა ის ფრაზაც, აი აქ პატარა ჩართვა, აი სწორედ ქუთაისიდან რომ ბრუნდებოდით, მქონდა რომ მარტო იმიტომ არ მიყვარს მეთქი, რომ დედა თქვა, როგორც ადამიანი არის სამაგალითო თქვა და ამის ბევრი მაგალითი მაქვს და რთული ალბათ აქვს. ვადასტურებ, რომ ნამდვილად ასეთი დედა ყავს და ზოგადად რეჟიმის პატიმრებს აღმოაჩნდათ ძალიან კარგი მშობლები, მაგრამ ეხლა მინდა მარინაზე ვისაუბროთ, რომ ნამდვილად არაჩვეულებრივი დედა ყავს, რომელიც მხოლოდ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს მათ შორის გარშემომყოფებისგან. რა რეაქცია ჰქონდა დედას და რამდენად, ასე ვთქვათ, როგორი იყო მისი ბრძოლა შენს გამოსვლამდე, იმიტომ რომ აქ ტრიალებს სურათები, სადაც ჩანს მისი ის ემოცია, როდესაც შენ პირველად გეხუტება. და ეს კადრი ახლა კონკრეტულად რომელსაც ვხედავთ, აი ჩემთვისაც ძალიან ემოციურია ყოველთვის ამ კადრის ნახვა და რაღაცნაირად, აი მე ხო ბევრი ეპიზოდი გამოვტოვე, ანუ ვიდრე ის ბარათი, ვიდრე ტელეფონზე დავრეკავდი, ვიდრე დავწერდი წერილს და გავგზავნიდი და რაღაცნაირად ამაზე სხვათა შორის ჯერჯერობით ამ დრომდე არ მაქვს დასმული კითხვა. აი ეს პირველი წამები როგორი იყო, უბრალოდ აი მას შემდეგ რაც უკვე ტელევიზორი დავინახე და ვნახე დედაჩემის რამდენიმე ინტერვიუ, როგორც მივხვდი, პირველი წამები იყო საკმაოდ მძიმე მისთვის, იმიტომ რომ ყველგან იყო რაღაცნაირად აი ესეთი მორიდებით, თუმცა მარტო იმიტომ კი არა, რომ კამერასთან მუშაობას არ იყო შეჩვეული, რაღაცნაირად აი ესეთი ძიმე ემოცია. ძიმე იყო, ხო რაღაცა სევდიანი იყო და მე ამას გრძნობდი, იმიტომ რომ აი ყოველ შესაძლებლობაზე რომ თვალი აუცრემლიანდებოდა, არც ერთი არ გამოუტოვებია და აი ეს იყო ცოტა მძიმე სანახავი ჩემთვის, იმიტომ რომ თავარი იყო რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დედაჩემისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მოიცავდა შემდეგს. აი თავში ესე ჩამოყალიბდა ფრაზა, რომ უნდა დავურეკო და უთხრა, რომ ყველაზე ცუდი ტყუილისთვის და რაღაცა საზარელი ამბებისთვისაც იყოს მზად და ერთ-ერთ წერილში დაუწერე კიდეც, რომ აი შესაძლოა ახლა გამოაცხადონ, რომ ბრეივიკი არ არსებობს, უბრალოდ ჰოლოგრამა, ილუზია, არ ვიცი და რეალურად მე ვარ ის, აი ბრეივიკის ამბავი გავრცელებულია და ამიტომ ამბობ და აი ყველაზე შენი ფანტაზია, რასაც არ დაუშვებს ისეთი ცუდი ამბებისთვისაც მოემზადე მეთქი და ამ შემთხვევაში უკვე წამოვა სხვა ძალა თქო და აი ჩემი ხმის გაგონებამ, წერილმა, იქ ემოციებმა მე სულ ხატავდი ამ ყველა წერილებს რომ გიგზავნიდით, ვცდილობდი რომ ეს ემოჯი ნუ საიდან ფუძალზე და მე თვითონ რაღაცნაირად მიმეხატა რომ
დარწმუნებული იყავით, რომ ეს ის განწყობა, რომელსაც თქვენ ამ შემთხვევაში ფურცლიდან კითხულობდით და რაღაც ენერგიას გრძნობდით. წერილობით, რა თქმა უნდა და უკვე ის ეტაპიც როცა გადავიარეთ, რომ აი მეგობრებთანაც გადაც ჩემმა შეწყვიტა, ჩემს მეგობრებთან გადამოწმება, რომ ნამდვილად კარგ ხასიათზეა, ხო? ანუ მარტო სასამართლოში, ანუ იქაც, ხო? და აი როგორც კი და იქაც აი გაჩნდა უკვე ეს პირველი ღიმილი, ანუ დედა დარწმუნდა, რომ მისი შვილი იქ ფსიქოლოგიურად, მენტალურად, ანუ კარგად გრძნობს თავს, არა იმიტომ, რომ იქ პირობებს ვინმე უქმნის განსაკუთრებულს ამ საპატიმროში ვინმეს შვილს, არა, იმიტომ, რომ მათ საკუთარ თავში იპოვეს ეს ზალა და ეს იყო ის პირველი ნიუანსი და დეტალი, რომელიც დედაჩემს მინდოდა დისტანციურადაც ეგრძნო. შემდეგ გაჩნდა უცებ ეს ხანმოკლე პაიმანიც უკვე მართალია შუშის მიღმა, მაგრამ დაინახა, რომ ეს ჩემი მოქმედება, ჩემი საუბარი, ჩემი ენერგია, ის ნაპერწკალი, რომელიც ჩემს თვალში არასდროს არ მინდოდა მე უკვე ეკრანს როცა ვუყურებდი, ჩამქრალი დამენახა, ის დარწმუნდა და აი აქ უკვე ცოტა მოვეშვი და დაბრუნდა ჩემთვის ის მარინა, ის დედა, აი დე ასე მიმართავ ხოლმე, რომელმაც იპოვა კიდევ ერთი ახალი რესურსი, იმიტომ რომ მე მქონდა ხოლმე ფრაზები, რომ აი ეს, არ ვიცი, ჯერ ქართველი ქალი და მართლა, ოღონდ ფარისეულურად ისე არა, როგორც ეს ქოცხროვა იქცევა. მიყვარს ეს ტერმინი და ბევრჯერ ვიტყვი ხოლმე და უნდა გავიმეორე და ჩემ ხშირად ამბობდა. ანუ ის კი არა რომ ვიღაცას თვალში ნაცარიში, ანუ მართლა ვინც აფასებს ქართველ დედას, ქართველ ქალს და ასეთი ამ ბრძოლაში, თანამებრძოლებში ბევრი გავიცანით ჩვენ და დედაჩემშიც აღმოვაჩინე კიდევ ერთი ძალა, კიდევ ერთი რესურსი, აი დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თურმე აქვს და რომ მივწერე ერთ-ერთ წერილში იყო მისი პასუხი, რომ არ მინდოდაო რომ ასეთი ძლიერი ვყოფილიყავიო, მე რჩივნაო რომ დაუშვათ ასეთი უსამართლობის სამიზნე და მსხვერპლი არ ყოფილიყავიო და მე მივწერე რომ არა დედა, შენ გაქვს იმდენი ძალა რომ ამ ყველაფერს ამ ბოროტებას შენი ენერგიით მაინც შეძლებდა დაუპირისპირდები თქო და ზუსტად ასეც მოხდა. ანუ გაიბადრა, უფრო მეტ მარშში ჩაერთო, უფრო მეტი იყო მისი, ანუ არასდროს პროცესებიდან დისტანცირებული არ ყოფილა არც ერთ ეპოქაში. მაგრამ ამ შემთხვევაში რთული იყო ალბათ წასულიყავი იმ გამზირზე, სადაც იცი რომ შენი შვილი რამდენიმე წლის განმავლობაში იდგა ჯერ კიდევ მოყოლებული გავრილოვის ღამიდან და შემდეგ ამ რუსული კანონის ინიცირება, მერე ვითომ უკან გაწვევა, მერე ისევ შემოbrunება და აი მომეწონა მოკლედ ის რომ ამაყად და სულ ვიმეორებდი. თავი არ დაუხარო არავისში, რა თქმა უნდა, ვის გულისხმობ ბოროტ და მახინჯ ძალას და აი რომ ნახე უკვე რომ დედაჩემი ამაყად უფრო თამამად მათ შორის ტელეეკრანებთან, ტელეკამერებთან ყოველი მომდენო ფრაზა რომ უფრო მეტი სიმტკიცით იყო სავსე, მოვეშვი იმდენად რამდენადაც ანუ მივხვდი რომ და იყო დედაჩემის ასეთი ფრაზა ერთი რომ ვიდგები ყველგან, სადაც უნდა მდგარიყო ნიკა და ეს იმდენად მომეწონა რომ დაბრუნდა ის ძველი მარინა და თან აფციაურია, მთიულებს აქვს სასწაული პრინციპები, რომელსაც მე ყოველთვის მივესალმები და აი როგორ გითხრათ, დავინახე ის ძლიერი ქალი, რომელზეც სულ ვუყვებოდი დედაჩემს და მე არა ესე ნუ ამბობ და ხა შვილი ხარ და რაღაცა ის სულ ხარ ის რომ ჯანსაღად მოაზროვნე და ფიქრობს რომ უფრო მეტად ახალისებ შენი კომპლიმენტით ვიდრე რეალურად არა და მე სულ ამბავზე ვაპელირებდი და ვაქცენტირებდი და აი ის რომ დაბრუნდა ის ძლიერი ქალი რომელსაც შეუძლია მე ერთხელ მქონდა ასეთი პოსტი ოღონდ ბევრი წლის წინ მარტო დედას შეუძლია შიშველი ხელებით შეგიქმნას 64 თქო ანუ აი აბსოლუტურად არაფერი მატერიალური არ ჭირდება იმისთვის რომ შვილს მიცეს იმდენად მაქსიმუმი რომ ეს გაუტოლდეს 64-ს გაუტოლდეს არ ვიცი საუკეთესო ვილას და ბევრ სხვა რამეს მატერიალურს რაც შეიძლება ისე იცხოვრო რომ ხელმისაწვდომი შენთვის არ იყოს და აი ეს ძლიერი ქალი რომ ისევ აღმოვაჩინე დედაჩემში და დავინახე სულ ახალი ფორმატით და თან იქ იყო რაღაც კურიოზული ეპიზოდებიც იქ ბევრი შევიგინე კარგი გიქნი იმიტომ რომ ეს სულ ეგონებოდა დედაჩემს რომ არ მოგერიდოს მაინც სულ ამბობს რომ სხვა თაობის ვარ რაღაც მაშინ სხვანაირად იყო თქვენ ახლა მეტად თავისუფლები ხართ და თამამად შეგიძლიათ საკუთარ ემოციებზე საუბარი პირველი შემთხვევა იყო როცა დედაჩემის პასუხი იმაზე რომ დედა ნუ რა ვიცი მოგერიდება პასუხი იყო რომ ნიკა არ მერიდება და სულ ვეუბნებოდი რომ გააკეთე ის რასაც გული კარნახობს ანუ შენი ემოციური ველი უნდა შემოსაზღვრო თავად იმის მიხედვით, სად რა მოგეწონება და რა მოგიტანს, ასე ვთქვათ, სიამოვნებას და აი ამას რო აკეთებდა, მართლა გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ესა წინასწარ რაღაცის დაწერა, სცენარის თუ ასე შემდეგ სამოქმედო გეგმის, მომეწონა ის, რომ დედაჩემმა ბევრი წლის შემდეგ თავად დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ არ შეიძლება საჯაროდ მაგალითად როგორ არ უნდა გამოხატო, როცა ხედავ რომ კვანის მოსამართლე სადღაც მიდის საკეიფოდ, მაშინ როცა ამდენ ადამიანს მიერეკებიან უკანონო ტყვეობაში
დიდი ბოდიში თუ უნდა დაწყებოს, თუ უნდა შეაგინოს, რაც უნდა ის გააკეთოს, იმიტომ რომ ყოველ ჩვენ ვიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ და ნუ დაიმსახურებენ იმას, რაც არ ეკუთვნით და არავინ არ ეტყვის. და ასე ვთქვათ, ოჯახური საკითხი რო ამოვწურო, მინდა ესეთი კითხვა დაგისვა, როგორი იყო 3 სექტემბრის საღამო თქვენ სახლში? 3 სექტემბრის საღამო მე არ გიждები მოკლედ ამ შემთხვევაში იმ სივრცეზე, რომელშიც რამდენიმე წელია ვცხოვრობთ და ესეთი განსაკუთრებული სენტიმენტები არ მაქვს, მათ შორის არც ულტრა კომფორტი არ მაქვს შექმნილი და ბეროთ უკეთესია, არ არის ეს ისეთი სახლი, როგორც მე მინდა რომ მქონდეს და ამ კუთხით მაინც იქ რაღაც ნივთებთან შეხებამ დაძრა ბევრი რამ და პირველი რაც იყო სანერვიულო და ეს ყველა მიცით და გეღიმებად და ამ ღიმილშიც ბევრი სითბო და კეთილგანწყობაა ჩემს მიმართ, აი ეს ნაძვისხე იყო ერთადერთი, რომელიც არ დამადგმევინეს და აი ყველაფერი რომ ვაპატიო და ეს ტყუილიც და ბოროტებაც, აი იმას რომ პირველად ცხოვრებაში ნიკუშამ საკუთარ სახლში არ დადგა ნაძვისხე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი და ხანგრძლივი რიტუალია. მე სექტემბრიდან ვიწყებ მზადებას ამისთვის. აი ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, იფიქროს რომ ცოტა გავგიჟდი, იფიქროს რომ ცოტა მე სულ ასეთი ვარ. მიყვარს იმ ჩემს სისუსტეებზე ლაპარაკი. ეს არის ჩემი ის სისუსტე, იმიტომ რომ 25 დეკემბერს ვარ დაბადებული. აი ვუთანაბრებ ნაძვისხის არ დადგმას იმ ტყუილს, რომელიც დოკუმენტებში ჩადეს და დამაბრალეს. ანუ ნარკოტიკულ დანაშაულს მაბრალებდნენ, იგივეა ჩემთვის, რაც იმ ნაძვისხის არ დადგმა და კი, არ ვაპატიებ და აი ამ ნივთებთან მოკლედ რატომ მოვყევი და რას ვუკავშირებ, ანუ ახალი სათამაშოები მქონდა ნაყიდი, ნაძვისხისთვის ეს განათებები გირლიანდას რასაც უწოდებთ, რაღაც აი 300 მეტრი თუ რაღაც და ვემზადებოდი რომ აი 7-ში ხო დამიჭირეს და რეალურად 10-მდე ვდგამ ხოლმე ნაძვისხეს და უცებ ეს მომზადებული მაგიდაზე, ეს სამუშაო მაგიდაზე მქონდა განთავსებული, ანუ არსად კარადაში არ შემინახავს და პირველი ფიქრი იზოლატორში იყო რომ აი ეს ნივთები, იმიტომ რომ აი ესენი ხო შევარდნას აპირებდნენ და მე ვივლობდი იმაზე რომ ხა დედაჩემს თუ შეუვარდნენ აი ხوارი რომ რამე არ დაუგდონ არ დაიმტვრეს და დაიმსხვრეს იქ რამე და მე მომოვიდი რომ სიგიჟია, მაგრამ ყველას ხო გვაქვს ჩვენი ვიღაცას მანქანა უყარს ვიღაცას ის ხო და მეც მეცინებოდა მე რომ აი რაღაცა ტიპი ვარ რომელიც თან მე არ ყოფილვარ ესეთი აქტიური სახე პირდაპირ თქვა თუნდაც იმ პროტესტში რაღაცნაირად ჩემი ადგილი მქონდა ვიღებდი ვიდეოებს რომელიც იყო დოკუმენტური ჩემი ერთი მობილურით შემდეგ ამას მობილურში ვამონტაჟებდი მაქსიმუმი იყო რომ დამესათაურებინა და ავსახავდი პირდაპირ უწყვეტ რეჟიმში იმას რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. ანუ მე არ ვიყავი ისეთი გამწევი ძალა და უშუალოდ ან სპიკერი, იმიტომ რომ ბევრი სპიკერი გამოჩნდა ამ პროცესებში. ან ვერ ვიტყვი რომ ვიყავი აი არ ვიცი ფლაგმანი, ფრონტმენი არ ყოფილვარ ამ ამბების და შემდეგ უკვე რასაც ვაკეთებდი სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ ვებრძოდი დეზინფორმაციას, მქონდა ჯგუფი და რეპორტერი, რომელშიც მრავალი ათასი ადამიანი იყო, არ მახსოვს 60-მდე თუ რაღაც ავედით, საკმაოდ მოკლე დროში. მივხვდი რატომაც ეს ამომიღეს ფოკუსში და რატომ გავხდი სამიზნე, იმიტომ რომ როცა შეგიძლია მოიპოვო კეთილგანწყობა შენი გულწრფელობით, იმიტომ რომ მე არ ვარ არც ჯექსონი და არც არ ვიცი Queen-ის ფრონტმენი ხო, ანუ მივხვდი რომ ამ გულწრფელობას აყვა, ანუ რაღაც ადამიანები ჯგუფი, მათ შორის ემიგრანტები, აი ძალიან ბევრი ემიგრანტი შემომიერთა ამ რთულ ბრძოლაში, იმიტომ რომ დეზინფორმაციასთან შიშველი ხელები დაპირისპირება დაუფინანსებლად არის საკმაოდ რთული. მივხვდი რომ ესე იგი დავიმსახურე, ესე იგი ვიღაც მენდობა, იმიტომ რომ ვიღაც მეკითხება, აი დღეს რო აქციაზე წახვალ, ხო არ გვანერვიულებთ, აი ჩვენ მოგეხმარებით და ტაქსის ფულით თუ აი საკვებიც და მშიერი რო, ანუ ესე ზრუნავდნენ ადამიანები, სრულიად აი თვალით რო არ მინახავს არასდროს ისეთები და ამ დროს მე ვფიქრობ რომ გაბედი ეწი ამ გირლიანდებს. გირლიანდებს დევს ზუსტად ისე და დამხვდა ის სახლში დაბრუნებაზე რომ მკითხე და ცოტა გამიგრძელდა საუბარი რომ დავრუნდე პირველი რაც შემოწმე ეს იყო ის ყუთები და ის ნათურები და სხვათა შორის დედაჩემმა ეგრევე გამაფრთხილა პირდაპირ აი მანქანით მივყავდით სვიტარიძის ოჯახს და მანქანაში მომითხა რომ ნიკა აი ამ სიცხეში ხო არ დადგამ ნაძვისხეს და ვუთხარი რომ დედა არ დავდგამ ახლა მართლა სექტემბრის პირველ რიცხვებში ნაძვისხეს, მაგრამ დავდგამ უფრო ადრე, ვიდრე ვდგამდი ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მინდა რომ ავინაზღავრო ეს და ეს დანაკლისი ნამდვილად მაქვს და რამდენადაც სულელურად ბავშვი მე სიამოვნებით დავესწრები შენი რომელიმე დღეს ნაძვისხის მომზადების ყოველთვის ავანთოთ ერთად აუცილებლად და ეს აი არ ხარ ეგეთი პატარაც რომ არ ვიცი, ბაბუებს ხომ უყვართ შვილიშვილებისთვის ნაძვისხის აწყობა და მე ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ მყავს არ შვილი და მით უმეტეს შვილიშვილი როგორ მეყოლება, მაგრამ მე ვამბობ რომ ეს არის ჩემი სისუსტე, რომელიც არის აი არ ვიცი, ჩემი კომფორტის ზონაც, რაღაცა სულიერი საზრდოც და მე იმ ხელა ესთეტურ სიამოვნებას ვიღებ ჯერ ამ პროცესით, მომზადებით, სამზადისით, შემდეგ აწყობით, გაფორმებით და ასე შემდეგ, რომ უპატიებელი შეცდომა რეჟიმისთვის კიდევ ერთი მიამატონ იმ ტყუილს, რომელიც ჩემი თითქმეს და შეკერეს
შავი საქმე თეთრი ძაფით, ნაძვის ხის არ დადგმას ისევე არ ვაპატიებ, როგორც იმ დანარჩენ ტყუილს. და ორი კითხვა მაქვს კიდე, მინდა რომ ორივე მოვასწრო. პირველი ეს არის საბა სვიტარიძეების ოჯახი ახსენე შენ და სწორედ იმ დღეს დილას საბას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეუფარდეს გამომტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ისევე როგორც ცოტა მოგვიანებით 11 პირს გამომტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. წინა დღეს ასევე 8 პირს და ჩეჩინს, ანუ განაჩენები დადგა. მზია ამაღლობელი ასევე უკანონოდ არის პატიმრობაში რჩება გამომტყუნებელი განაჩენის ფარგლებში. ნინო დათაშვილი, რომელიც დღეს ებრძვის რეჟიმს შიგნიდან და რომელიც რუსული მეთოდის, ყველაზე მძიმე მეთოდის მსხვერპლი გახდა, როდესაც ფსიქიატრიული თუ პირებდნენ მას დაშინებას. მოკლედ ეს ღირსეული ადამიანები, რომლებიც ებრძვიან განანიდეის გარშემო და ებრძვიან რუსეთს საქართველოში, გიორგი ოკმელაშვილი, რუსული კანონის დროს მოხდა მისი დაკავება და გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე, ოჯახი, მოკლედ და ანუ ყველანი იქ დგან, ძალიან ღირსეული ადამიანი. რა შეგიძლია უთხრა მათ და აპირებ თუ არა, ცოტა ისეთი კითხვა გამომდის, მაგრამ ბრძოლას მათი რა თქმა უნდა, უპირობოს და უკომპრომისოს ასევე ბევრად უფრო ჯიუტს, ბევრად უფრო ხისტს და მე ისედაც არ მეშინია ემოციების და მათ შორის იმ სენტიმენტებზე საუბრის, რომელიც პერიოდულად გვიპყრობს, ხანდახან მიგვაქანებს პოზიტივისკენ, ხანდახან არ მერიდება ემოციებზე საუბარი და თან პირველად დადგა ის შემთხვევა, როცა დედაჩემი არ მაჩერებს. იმიტომ რომ მახსოვს ესეთ სასამართლოში, როცა გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რაღაცნაირად ამ კითხვა დაუსვეს, რომ რა საქმიანობდა თქვენი შვილი და დედაჩემმა რაღაც რამდენიმე ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან გაიხსენა. და უცებ ვატყობ, რომ მაქებს და ჩემთვის ეს იმდენად უცხოა, აი როგორც უნდა და ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც უნდა არ. მე დედაჩემი არ მახსოვს, რომ 1 წუთი კი არა, 13 წამი არ მახსოვს და 7 წამი რომ მაქებს და უთხარი კიდეც რომ ეს პირველად ხდება, მეთქი კომენტარი უნდა გავაკეთო, თქვა, ანუ მაქებს ძლივს 42 წლის განმავლობაში და რაღაც იქ ღიმილი გამოიწვია და აბსოლუტურად რეალური იყო ის ჩემი ემოცია, რომელიც იყო და პირველად მოხდა ისე რომ არასდროს არ მიმიღია ფრაზა რომ აი თავი შეიკავე, ცოტა შეარბილე ტონი. აი ამ სიმტკიცემ, დუმარებამ რომ დედაჩემი არ მეუბნება, ყოველ შემთხვევაში ჩუმადაც აი ხანმოკლე პაემანზე რომ მოდის, ანუ არასაჯაროდ ის მე არ მიმითითებს, ასე ვთქვათ, ანუ შენიშვნა ესე არის ის ხოლმე შეიძლება გავარჩიოთ საქმე და კრიტიკის ქარცაცლში გამატაროს, მაგრამ ის რომ აი რაღაცა რჩევის სახით თუნდაც ეთქვას რომ აინიკა ცოტა უფრო არ ყოფილა, ეს ხდება პირველად და ზუსტად იმიტომ რაც გავიარე იმ ადამიანებით, რომლებიც ახლა ტყვეობაში იმყოფებიან, ბევრად უფრო, აი დაუნდობელი სიტყვა არ არის ის, რომელიც მე შემეფერება, მაგრამ კომპრომისო ვიქნები, ოღონდ ბევრად უფრო ვიდრე ვიყავი დაკავებამდე, იმიტომ რომ მე საკუთარი თვალით ვნახე უკანონოდ აი ესე თავადაც ხომ უკანონოდ დაეპატრონნენ ამ ჩემ ქვეყანას და გონიათ რომ ის მათია და პირადი საკუთრებაა და მართლა ის განცდა აქვთ რომ ჯიბეში უდევთ და ასეთ ადამიანებთან მე არ მაქვს ერთის საბაბიც კი ვიყო უფრო რბილი, უფრო ლოიალური. ერთადერთი ვიცი რომ არ უნდა დავარღვიო აი ეს რაღაცა ფუნდამენტური უფლებები ადამიანის, არ უნდა დავარღვიო ის ჰუმანური პრინციპები, რომლითაც თავად გავიზარდა, მაგრამ თუ კი ეს არის ბრძოლა, უნდა იყოს ბრძოლა ბოლომდე და თან ოღონდ ისეთი ბრძოლა უნდა იყოს, რომ მე რაღაც ისეთი შეუსრულებელი დაპირებასავით არ გამომივიდეს თუნდაც ბიჭებთან, მზიასთან, ნინოსთან, ეს ისეთი ბრძოლა უნდა იყოს, რომ იმაზე მალე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები ჩვენს გვერდით, თან ჩვენ ხო უკვე ვერდიქტების შემდგომ პროცესებს ვსაუბრობთ, ძირითადად უმრავლესობას უკვე მისჯილი აქვს, მე მგონი 12-ში აქვს ზინოვკინას და გრიბულს, თუ არ მეშლება, მე მგონი სწორედ მახსოვს თარიღი, ეს უნდა იყოს ისეთი ბრძოლა, რომ აი ხვალ რომ მოვტრიალდებით აი არის დღის პირველ ნახევარში ჩვენ შევძლოთ რომ ეს ამ ადამიანებს ჩავეხუტოთ ისევე როგორც თქვენ ჩამეხუტეთ მე და ის არის რაც აი ის ხელშესახები ეპიზოდია რომელიც გინდა რომ შეიგრძნო იმიტომ რომ იქ ძალიან გაკლია ციხის პირობებში და ეს არ არის დაპირება უბრალოდ მე უნდა გავაკეთო ის რასაც დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები გააკეთებდნენ იმ შემთხვევაში და ზუსტად ისე როგორც ახლა მე ვფიქრობ იმიტომ რომ ვინმეს რომ დაესწრო ზუსტად ვიცი დღეს რომ მჯდარი იყო შენთან პირისპირ იტყო და იგივეს რომ გავაკეთებ ყველაფერს რასაც გააკეთებ და სხვა ანუ აი ამ ბრძოლაში მყოფი ადამიანი და რეჟიმის ტყვეებიდან ყველა როგორც
სამაგალითო ქალები, ასევე სამაგალითო კაცები. ეს გადაცემა ნიკა შეიქმნა სწორედ თქვენს გამო და თქვენთვის, რომ ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა სასამართლოში, ის ასე ვთქვათ, ცრუმოწმეები და ასე შემდგომ მიგვეტანა მაყურებლამდე და უფრო მეტ ადამიანს გაეგო დეტალები და ამიტომ ამ გადაცემის ფორმატი არის, რომ კონკრეტული რეჟიმის პატიმრის ადვოკატთან ერთად შევდივართ საქმის მასალებში და წარმოვაჩენთ თუ რა ხდება რეალურად საქმეში. და ამ გადაცემას როგორც უკვე იცი, ქვია უსამართლო სასამართლო. შენთვის სასამართლო უსამართლო იყო? უკიდურესად უსამართლო იყო. და ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ მე ახლა დავჯდები და დავიწყებ ესეთ მადლიერებით აღვივსები და დავიწყებ ქებადიდებას მოსამართლის, არც ერთ შემთხვევაში და ვიტყვი რატომ. განაჩენი არის ისეთი რამ, აი ეს ვერდიქტი, რომელიც გამოაქვთ. რაღაც შინაარს მოიცავს. ანუ ამბავი არის ასეთი. მე რის გამოც გამიშვეს, ეს ცნობილი იყო 9 თვის წინაც. თუ ვინმე პირველი ეს ამბავი იცოდა ბრალდების მხარემ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სამართალთან და მართლმსაჯულებაზე როცა ვსაუბრობ და სამართალთან კავშირში მყოფ ადამიანებზე, ანუ შესაძლებელია იმაზე მეტი ვიცოდე მე ვიდრე იცის პროკურორმა ან მოსამართლემ. ანუ ამ ორივემ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ამავდროულად ერთად პირველებმა იცოდნენ, რომ მე ვიყავი მართალი, მაგრამ ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რომ შეექმნათ თითქოს და მუხტი, რომ მე არ ვიყავი მართალი. ამ დროს საუბარია ზუსტად იმ ერთ სიმართლეზე, რომელსაც ორი მხარე არ აქვს. ის არის ერთი და დამთავრდა. შესაბამისად, ახლა რომ გააკეთეს და გადადგეს, ანუ ის ნაბიჯი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, ანუ გამოიტანეს გამომართლებელი არა, ეს არის ის განაჩენი, რომელიც მე მეკუთვნის. უნდა გადაახვიო იქვე უკან, დაბრუნდე 9 თვის წინ და დასვა კითხვა. მარტო ორი მთავარი კითხვაა ჩემს ამბავში და ჩემს ისტორიაში. საიდან მოვიდა, ეს ზუსტად ეს იყო ჩემი ფორმულირება, ის ნარკოტიკული საშუალება? აი ეს მაინტერესებს და თუ გაბედავენ, ვერ გაბედავენ, რა თქმა უნდა, ვიცით ამაზე რიტორიკულია კითხვა, მაგრამ გაბედონ, ცვლილების მერე გავარკვევთ მაგას. კი ბატონო, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ და მეორე კითხვა. 9 თვის მერე რატომ გამიშვეს, როცა ვიმსახურებდი 9 თვით ადრე გაშვებას? საერთოდ მე არ უნდა ვიცოდე ციხეს როგორი კედელი აქვს. არა იმიტომ, რომ პრინცი ვარ და რაღაცა განსაკუთრებულ პატივისცემას ვიმსახურებ ვინმესგან. არა, უბრალოდ მე არ დამიშავებია და უდანაშაულო ადამიანს, როცა რეჟიმი ხდის იძულებულს, რომ მან ამაზე ისაუბროს, უკვე აქ ჩანს, ვინ არის მართალი და ვინ არის მწვანე. ანუ სიგიჟია, ხო? ეხლა გავარდე ქუჩაში, ეხლა რომ გავიდეთ, ხო? ნებისმიერ გამზირდა და მე მართალი ვარ. ისედაც მართალი ხარ, იმიტომ რომ არ დაგიშავებია და თუ დააშავე, ესეც ხელის გულზე არის ხოლმე და ამისთვის ბევრი საფეხურია გასავლელი, რომ ეს დამტკიცდეს. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რაზე, რომ ისეთ ქვეყანაში თუ ვინმეს გონია და უნდა რომ იცხოვროს, რომ ჩვენ ასე უნდა ვიარო, ვიყვიროთ, რომ მართლები ვართ. არა, უბრალოდ როცა არ ვაშავებ ნერჩი. დღეს სპეციალურად არ შევეხეთ სრუმოწმეებს და ასე ვთქვათ იმ ნეგატიურ კონტექსტში არ მინდოდა დღევანდელი დღე, მინდოდა შენთან ერთად პოზიტივი გადაგვედო ჩვენი მაყურებლისთვის და ასე ვთქვათ ის ბრძოლის ხაზი გვეჩვენებინა, რასაც აპირებ და მეც ვაპირებ, რა თქმა უნდა, სხვა რეჟიმის პატიმრებისთვის, ამიტომ ის სხვა ეთერებისთვის აი მოკლე ფრაზას ვიტყვი, ცუცაც უნდა დამსახურება, საერთოდ ყურადღებას ჭირდება დამსახურება და მე ვთქვი კიდეც, რომ აი მართლა ვაი თქვენს პატრონს არის ერთადერთი ფრაზა, რომელიც იმ სრუმოწმეებს ეკუთვნით და აი ცუდი კი არა. მადლობა თქვენ, რომ საერთოდ რაღაცას ვამბობ, იმიტომ რომ არ თავის თავში დაკარგული ადამიანები არიან, რომლებიც აი იმიტომ რომ ეს ინსტრუმენტები ხელში უჭირავთ და გააჩნიათ ერთმანეთთან რაღაც კავშირები და ყველა ერთმანეთს ეხმარება და ანუ 200 ადამიანი დაგზდევს და გაბრალებს რაღაცას და მე თვითონ ბრაზდება, იმიტომ რომ თავისავე ტყუილში იხარშება და ახლა აი ვაი თქვენს პატრონს არის მეტი არაფერი, ანუ სადმე რო შემხვდება, ახლა გამარჯვებას ნამდვილად არ ვეტყვი, ალბათ თვითონ ამარიდებენ თვალს და ასეც მოხდება, მაგრამ ყოველთვის შევახსენებთ, რომ თქვენ ის მათგვარ ადამიანები ხართ, რომლებმაც მინიმუმ 60-ზე მეტი ადამიანის ცხოვრებაში გააჩნიათ. თუმცა ამ ადამიანებს მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისმგება, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ოღონდ აუცილებლად მოუწევთ მოვა ეს დრო. მოკლედ ნიკა, ჩვენი გადაცემის დრო იწურება, თუ რამეს დამატება გინდა. საქმე მინდოდა მეთხოვა, რომ ბოლოს მინდა აუცილებლად მოვესიყვარულო ყველა პირდაპირ ეთერის რეჟიმში ბუნებრივია რეჟიმის ტყვეები ვერ ვიყურებენ, მაგრამ ვინც ვიყურებს ისინი გადასცემენ უკიდურესად დიდი პატივისცემა, მას შემდეგ რაც დავტოვე უსამართლო სასამართლო
ბევრი ენერგია მოვიდა უხერხულობაც და სევდაც, იმიტომ რომ ჩემი საუკეთესო ფიქრი იყო ასეთი, რომ ყველა ერთად უნდა გამოვსულიყავით და სხვათა შორის ხუმრობდი ხოლმე, რომ რომელი მირჩევნია ახლა გავიდეთ ყველა ერთად ციხიდან და რაღაც სცენა მქონდა დანახული, რომ აი ხალი ჩამოდა ყოფილიყო, ჩემებისთვის მეთხოვა რომ რაღაც მუსიკალურადაც რაღაცა ესეთი სცენა. მე მეორე იყო, რომ მოიცა კაცო ბევრი ადამიანი დადის სასამართლოში, გულშემატკივრობენ და ამათი უყურადღებო დატოვება არ შეიძლება და პირდაპირ მე აქედან მიდიოდა პირველი ესეთი კავშირი, ანუ ფიქრებით მშობლებთან, რეჟიმის ტყვეების მშობლებთან, რომლებიც აი იმსახურებენ უპირობო პატივისცემას, უპირობო ერთგულებას, უპირობო თანადგომას, უპირობო სოლიდარობას და მინდა უთხრა ყველას, რომ თანაბრად ვარ აღფრთოვანებული. ანუ ჯერ დავიწყებ მშობლებიდან საუბარს და მერე გადავალ რეჟიმის ტყვეებზე, თუ ჯერ რეჟიმის ტყვეებზე ვიფიქრებ და მერე ვახსენებ. ანუ ზღვარი არ არსებობს შუაში, ანუ ისეთები ვართ, როგორებიც ვართ და დიახ, თქვენ ხართ საამაყოები და აღფრთოვანებული ვარ და გული მწყდება ერთადერთ რამეზე, რომ რატომ გავიცანი ეს ადამიანები 42 წლის ასაკში და თუნდაც არა 20 წლის წინ. აი ერთადერთი ეს არის, რაზეც გული მწყდება და აი ამ ფორმით მინდა მათ დამიპატივისცემა, სიყვარული და თანადგომა დავაფიქსირო, ვიქნები ყველგან, ხიდიც, კლდეც, მთაც, ღრუბელიც, არ ვიცი, მეხიც, ყველაფერი ვიქნები ამ ადამიანებისთვის და ეს არ არის დაპირება, ეს არის ის, რასაც ვავალდებულებ მე საკუთარ თავს და ვალდებულად ვთვლი, რომ აი როგორც დედა უნდა მოვიკითხო, ჩავეხუტო და ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებ, ზუსტად ამ რეჟიმში მინდა გავაგრძელო ცხოვრება ამ ადამიანებთან, რომლებმაც დაგვანახეს, რომ თურმე საქართველო ისეთი ცუდი არ არის, როგორც რუსული რეჟიმის პირობებში რუსეთ უმეებს უნდათ, ანუ ვართ საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ზუსტად აი ამ ისტორიებს, ამიტომ არ უყურებ როგორც პირად ისტორიას და ეს უკვე ჩემი პირადი აზრია, რომ ჩემი кейსი არ არის ჩემი კუთვნილება. ჩემი кейსი არის ის სიმახინჯე, რომელმაც მე დამანახა, რომ მე უნდა ვიბრძოლო უკეთეს საქართველოსთვის. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, მე ვარ მოქალაქე, ვიდრე პროფესიას და რაღაცას შევეხები, ვარ ადამიანი და ჩემი ვალია მე ამ ეტაპზე მეორედ ვახსენებ, რომ არ მყავს შვილი, მაგრამ შვილი ყავთ ჩემს თანამებრძოლებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს. ანუ ჩემი მეგობრის შვილი მინიმუმ ერთი ნებისმიერი სახელი, აი თუნა რომელიც სულ მენატრებოდა და თინა ჭიჭინაძის შვილი სულ მინდა და რომ მენახა და ძალიან მაკლდა. ანუ თუნა რომ ხვალ გაიზრდება და გახდება სრულწლოვანი. თუნდაც არ უნდა იკითხოს, რას ვაკეთებდით ჩვენ მაშინ, როცა ქვეყანა იღუპებოდა. ამიტომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თუნდაც უკვე იფიქროს სულ სხვა რაღაცაზე, კომფორტზე, სიამოვნებისთვის მეტ საბაბზე, არ ვიცი, უფრო ლამაზ შენობებზე, უფრო ლამაზ ნაგებობებზე და არა იმაზე, რომ ისევ ბევრი წლის მერე რუსეთის კლანჭებისგან იყოს გამოსახსნელი ჩვენი ქვეყანა. მადლობა დიდი. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა აქედანაც. ასევე ჩემგან უპირობოდ. და წარმატებები, რა თქმა უნდა, მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება წარმატებით და ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას და რუსეთის დამარცხებას საქართველოში. ეს იყო დღევანდელი გადაცემა, დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უკან მარიკა არევაძის საავტორო გადაცემის უსამართლო სასამართლო